მოგესალმები, ხატია. უდიდესი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი Ashley Holmes Stories სივრცეში. სანამ დავიწყებდეთ აპრილზე საუბარს, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს მედიაში. მინდა ვისაუბროთ ამ გამოცდილებაზე, რა იყო იქამდე, სანამ აპრილი იქნებოდა. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. აპრილამდე იყო დაახლოებით 15 წელი ჟურნალისტიკაში. ძირითადად ახალი ამბების ჟურნალისტიკა, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდი ქალების უფლებების და მქვიარ უფლებების მიმართულებით. საიდან დაიწყო 2009 თუ 2010 წელს დავიწყე მე მგონი აქტიური ჟურნალისტიკა, მუშაობდი გაზეთ ბათუმელებში და ეს იყო ჩემი პირველი ესეთი ჟურნალისტური გამოცდილება და მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ეთიკური ჟურნალისტიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში და არა მხოლოდ. შემდეგ თბილისში გადმოვედი და თბილისში გავაგრძელე უკვე ონლაინ მედიაში მუშაობა, ასევე მქონდა მცირე სატელევიზიო გამოცდილებაც ტაბულას ტელევიზიაში. ძირითადად ვაშუქებდი, როგორც გითხარით, ახალ ამბებს, ნამყოფი ვარ ალბათ ყველა აქციაზე თუ არა, ძალიან ბევრ აქციაზე კი. და ხო, ჩემი ძირითადი ინტერესი ყოველთვის იყო ეს მიმდინარე ახალი ამბები და ამას პლუს ადამიანის უფლებები. დღესაც მიუხედავად იმისა, რომ უფრო ანალიტიკისკენ გადავინაცვლე პერიოდულად, ძალიან მენატრება ხოლმე ნიუსის მუხტი. სპეციფიკა. რაც აქვს ახალ ამბებს, მაგრამ ხო, რაღაც დროს შეიძლება რამე ფორმით ისევ აღმოჩნდე ახალ ამბებში, თუმცა ჯერჯერობით არ ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. უთხრათ მაყურებელს, საიდან გაჩნდა აპრილის იდეა და რა მიმართულებებს ფარავს ეს მედია? კი. ისე მოხდა, რომ წინა სამსახურიდან მთელ გუნდს მოგვიწია წამოსვლა მიზეზთა გამო და ამაზე არ დავიწყებ ახლა დეტალურად საუბარს. და ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გადავწყვიტეთ, რომ ის თემები, რაზეც ახლა აპრილი მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მიეწოდება აუდიტორიას ქართულ ენაზე სანდო გადამოწმებული ინფორმაცია LGBT უფლებების მიმართულებით, ქალების მიმართულებით. ცხადია, არის ეთიკური მედია, რომელიც ამ თემებს აშუქებს, მაგრამ შეზღუდული რესურსის გამო თუ მიმდინარე აქტიური ამბების გამო და კიდევ სხვა მიზეზები აღარ ჩამოვთვლი. ისინი ისე აქტიურად ვერ აშუქებენ ამ ამბებს, როგორც სასურველი იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავაფუძნოთ მედია, რომელიც იმუშავებს უშუალოდ ქალების და LGBT ადამიანების უფლებებზე. 5 ადამიანმა დავაფუძნეთ მედია აპრილი. ეს არის ონლაინ მედია. თქვენ მაყურებელს შეუძლია შემოვიდეს aprili.media-ზე და წაიკითხოს ჩვენი მასალები. ასევე ჩვენ გვაქვს ყველა სოციალური ქსელი TikTok-ის ჩათვლით, რომელიც ძალიან აქტიური და აქტუალურია დღეს საქართველოში. და ვცდილობთ, რომ ჩვენი მასალები იყოს მარტივად აღქმადი მკითხველისთვის, გვაქვს შემეცნებითი მასალები, ასევე პოზიტიური გაშუქება, ქალების უფლებების, LGBT უფლებების და ასე შემდეგ. საინტერესოა, რატომ დაინახეთ საჭიროება, რომ ეს თემები უფრო მეტად გაეშალა მედიას და რა გინდათ, რომ შეცვალოთ აპრილმა, ზოგადად ქართულ მედიას სივრცეში, უფლებების კუთხით, ასევე LGBT თემის უფლებების მიმართულებით, რა მიმართულებით გინდათ, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება? მრავალი წლის განმავლობაში ქალები და LGBT ადამიანები არიან ჩაგვრის სამიზნეები, დისკრიმინაციის სამიზნეები. სამწუხაროდ ბოლო წლებში ამას დაემატა პოლიტიკური ჰომოფობიაც, გააქტიურებული პოლიტიკური ჰომოფობია, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ სულ არსებობდა პოლიტიკური ჰომოფობია, მაგრამ ბოლო წლებში ეს გახდა რაღაც ბევრად უფრო შთამბეჭდავი ბრჭყალებში და ამაზე არის აგებული მთელი პოლიტიკური პროცესები და ცდილობენ ცრუ ახალი ამბებით, ეგრეთ წოდებული fake news-ებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს ვიღაცის გარყვნას ცდილობს და ასე შემდეგ და საუბრობენ მათ შორის არარსებულ LGBT პროპაგანდაზე, ასევე რადგან თქვენი აუდიტორია დიდია, აქვე ვიტყვი, რომ სიცრუეა, რომ არსებობს რამე ტიპის LGBT პროპაგანდა, პროპაგანდით ადამიანი ვერ შეიცვლის ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას და ეს განცხადებები არის პროპაგანდა, პრორუსული პროპაგანდა და ის ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, ან არიან გამავრცელებლები ამ პრორუსული პროპაგანდის, ან თავად არიან მსხვერპლები. რაც შეეხება ქალების უფლებებს,
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას რაც ხდება მრავალი წლის განმავლობაში, ჩაგვრა, დისკრიმინაცია ქალების, მხოლოდ ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, თითქმის თვეში ერთხელ მაინც გვესმის ამბავი იმის შესახებ, რომ ქალი მოკლეს და ფემიციდის ეს გახშირებული შემთხვევები, რაზეც ვერ ვხედავთ სათანადო რეაგირებას. ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზეც ვერ ვხედავთ სათანადო რეაგირებას და გონია რომ ამ თემებზე მოსახლეობის ყურადღების გადატანა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პრობლემები გვეხება ყველას. და ძალიან არასწორია აღქმა, რომ თუ საუბრობთ ერთიან რამდენიმე ჯგუფის უფლებებზე, ეს ეხება მხოლოდ იმ ჯგუფს, ცხადია პირველ რიგში კონკრეტულ ჯგუფს ეხება, მაგრამ ეს მთელ საზოგადოებას ეხება, რადგან უბრალოდ სირცხვილია საზოგადოებაში არსებობდეს ერთიან რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იჩაგრება მისი იდენტობის გამო, რომლის დისკრიმინაციასაც ცდილობენ მუდმივად და ასევე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერ ვიქნებით ნორმალური დემოკრატია, ეს ახდენს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეც ძალიან დიდ გავლენას და ამაზეც უნდა იფიქრონ ადამიანებმა, როდესაც ხელს აწერენ სხვების ჩაგვრას, იქნება ეს ვთქვათ სიტყვიერად თუ ფიზიკურად. საინტერესო თქვენი შეფასებით საქართველოს მედია გარემო რამდენად იძლევა შესაძლებლობას, რომ არსებობდეს სპეციფიკური მედია და მით უმეტეს ისეთი მედია, რომელიც აშუქებს თემებს, რომელთაგანაც საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს შემწყნარებული პოზიცია. საინტერესოა, რა გამოწვევები შეიძლება შეიქმნას ამ მიმართულებით, რა სირთულეებს ხედავდით თავიდანვე, სანამ აპრილი, ესე ვთქვათ, ჩაეშვებოდა და ახლა რა გესახებათ თავარ სირთულეებად? მე მგონია, რომ ქართულ მედიას მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სამწუხაროდ შეცდომებიც აქვს, ეთიკური დარღვევები და გადაცდომებიც აქვს, ასევე ყავს ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტი, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, რომლებსაც უწევთ არნახული ძალადობის და სტრესის გადატანა ხშირად ხელისუფლებების მხრიდან, სხვადასხვა ხელისუფლების იქნება ეს წინა თუ ამჟამინდელი და იქნება ეს საკანონმდებლო შეზღუდვების მცდელობები, ფიზიკური, ემოციური ძალადობა და ასე შემდეგ. და ქართულ მედიას მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რაღაც ნაწილში, ასე ვიტყოდი, კომპეტენციის პრობლემა, მე მგონია, რომ აქვს რესურსი ამ თემებზე და არა მხოლოდ ამ თემებზე მოამზადოს პროფესიონალური ეთიკური პროდუქტები და მგონია, რომ ის თუ როგორ გააშუქებს მედია დისკრიმინაციის საკითხებს, უფლებრივ საკითხებს, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის დადასტურებული ძალიან ბევრი კვლევით მედიის გავლენა საზოგადოებაზე და თუ ჟურნალისტები მოვინდომებთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური პროდუქტებით კი არ გავაღრმავოთ სტერეოტიპები და დისკრიმინაცია. კი, სწორად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოს შევცვლით. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჟურნალისტებიც ვართ იმ საზოგადოების წევრები, რომლებშიც ცხოვრობთ ყველა. შესაბამისად, ჩვენც იგივე განათლების სისტემით მივიღეთ განათლება, როგორც სხვებმა და არსებობს, რა თქმა უნდა, რეალურია ის რისკი, რომ ჩვენც ვიყოთ სტერეოტიპების მსხვერპლები და ვფიქრობდეთ, ვთქვათ, არასწორად, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენ გვაქვს მეტი პასუხისმგებლობა სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, რადგან ჩვენ მათ უზრუნველყოფთ ინფორმაციით და გვევალება, რომ გადამოწმებული იყოს ეს ინფორმაცია, წყაროებს ეყრდნობოდეს და იყოს ისეთი, რომელიც არ შეიცავს სტერეოტიპებს და დისკრიმინაციას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებიც ამ საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენც გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი მხარეები. ნამდვილად. მთელი იმ კონკურსების ჩამონა თვალით, სადაც მიგიღიათ მონაწილეობა და გაგიმარჯვეთ სწორედ იმ საკითხების გაშუქებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს, სხვადასხვა დისკრიმინაციულ თემებს. საინტერესოა ეს კონკურსებიც, ვისაუბროთ ამაზე, ჩავშალოთ ეს თემაც. კი ბატონო. კონკურსებს რაც შეეხება, მე როცა ჟურნალისტიკა ავირჩიე პროფესიად, მაშინ ამაზე არ მიფიქრია, რომ რაღაც კონკურსებში მიმეღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ამ პროფესიაში ბევრად სხვა რამ მომწონს, ვიდრე კონკურსები, იქნება ეს ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივაციაა. სწორედ მაგის თმას ვცდილობ, რომ იმ გარემოში, რაშიც დღეს განსაკუთრებით საქართველოში ჟურნალისტებს გვიწევს მუშაობა და არა მხოლოდ საქართველოში, თუმცა ჩვენ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ როგორმე შეგვავიწროვონ, რომ ინფორმაცია დაგვიმალონ, ზარებზე არ გვიპასუხონ, საჯარო ინფორმაცია არ მოგცენ და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ავტორიტეტული ორგანიზაციები ხედავენ ჩვენ წვლილს, ჩვენ საქმიანობაში
შესაბამისად ეს გაძლევს დამატებით мотиваციას, რომ გააგრძელო შენი საქმე და აკეთო უკეთესად, რაც საბოლოოდ აისახება იმაზეც, რომ როცა ჟურნალისტი კარგად მუშაობს, ცდილობს საზოგადოების ღირებულებებიც მათ შორის შეცვალოს და ეს კარგია გრძელვადიან პერსპექტივაში მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის და თავად ჟურნალისტისთვის ცხადია ესეთი საპასუხისმგებლოც ოღონდ ყველაფერთან ერთად, რომ ეს პრიზი ნიშნავს იმას, რომ რაღაც შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, უფრო მეტად ხედავენ, ასე ვთქვათ და ნაკლები შეცდომა უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს. რომ დაუბრუნდეთ აპრილს, ეს არის ხუთკაციანი გუნდი, ხო? ხუთკაციანი ჟურნალისტთა გუნდი, რომელიც მუშაობს როგორი ტიპის თემებზე. ანუ აპრილის ვებგვერდზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სტატიები, ანალიტიკური სტატიები, რა პროდუქტებია, რა მედია პროდუქტებზეა საუბარი. იქნება ეს შეიძლება სიუჟეტებიც, კი, მოგიყვებით ყველაფერს. აპრილი დააფუძნა 5 ადამიანმა, მაგრამ გუნდში მეტნი ვართ. საბოლოო ჯამში თუ ჩავთვლით ტექნიკურ თანამშრომლებსაც 11 ადამიანი გამოვდივართ. სარედაქციო გუნდში 6 ადამიანი ვართ და ჩვენ მუშაობთ როგორც სტატიებზე, ასევე ვიდეოებზე, ფოტოკონტენტზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვებგვერდზე შეუძლია მკითხველს ნახოს ვრცელი ანალიტიკური სტატიები, ასევე ნახოს გასართობი მასალებიც, ძალიან მალე გვექნება ქვიზებიც, რაც ძალიან მოსწონთ ხოლმე, როგორც წესი მკითხველებს, ასევე კინოსთან დაკავშირებით, თეატრთან დაკავშირებით, ლიტერატურასთან დაკავშირებით, სერიალებზეც და ასე შემდეგ. ვცდილობთ, რომ ამ ფორმით, ანუ სხვადასხვა ფორმა არსებობს ინფორმაციის გავრცელების. ყველა მკითხველს არ აინტერესებს ანალიტიკა, სამწუხაროდ და ვრცელ მასალას ყველა არ კითხულობს, ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, რომ გასართობი მასალებითაც გავზარდოთ ცნობიერება და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მკითხველს. ხატია, საინტერესოა მკითხველისგან, მაყურებლისგან რა უკავშირს ელოდებით და დაახლოებით სამომავლო პერსპექტივაში რას ფიქრობთ, რა შეცვლის აპრილი მედია ბაზარზე, თუნდაც ამ სპეციფიკური თემების, ისეთი თემების გაშუქების მიმართულებით, რა თემებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ძალიან საჭიროა საზოგადოებაში. ჩვენი მკითხველისგან ველოდებით გამოხმაურებებს იმის შესახებ, რა მოსწონს და რას წაიკითხავდნენ ჩვენ ვებგვერდზე და რა ვიდეოებს ნახავდნენ მაგალითად თუნდაც TikTok-ზე. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ჩვენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვართ და ვცდილობთ სხვადასხვა აუდიტორია მოვიცვათ. ასევე ჩვენ გვაქვს ბლოგების გვერდი, სადაც შეუძლიათ ყველა ადამიანს პრინციპში შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას და გამოვუქვეყნებთ ამას. ცხადია ეს არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციას და ასე შემდეგ. ანუ უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენ სტანდარტებს, შინაარსში სხვა მხრივ არ ვერევით, მაგრამ არ უნდა ავრცელებდეს სიძულვილს, ეს არის ძირითადი მოთხოვნა. ასევე მკითხველს შეუძლია გაგვაკრიტიკოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკა ზრდის კი განვითარების საშუალებას და შეგვაქოს ესეც შეუძლია, იმიტომ რომ ესეც ძალიან გაგვიხარდება, რადგან ვართ დამწყები გუნდი. ჩემთვის ეს პირველი გამოცდილებაა, როდესაც ვარ თანადამფუძნებელი რაღაც ორგანიზაციის. ეს არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. და სრულიად ახალი, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში, მაგრამ თანადამფუძნებელი ამ კომპანიის არ ვყოფილ ვარ. ამიტომ ხანდახან ძალიან ნერვიულობთ ხოლმე რა იქნება ხვალ, მაგრამ როგორც ვაკვირდებით, მკითხველის გამოხმაურება ძალიან პოზიტიურია, მიუხედავად საზოგადოების ნაწილში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის და მიზოგინიისა აღარ ჩამოვთვლი კიდე და იმედი გვაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს ჩვენ ვებგვერდს და გავზრდით მოქალაქეებში ცნობიერებას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, LGBT უფლებებთან დაკავშირებით და ასევე ყველა ადამიანს ქალებს, LGBT ადამიანებს მივცემთ სივრცეს ერთგვარ ტრიბუნას, სადაც შეეძლებათ რომ გამოხატონ თავიანთი აზრი და როგორც მედიის ნაწილში რაც მკითხეთ, სამწუხაროდ ყოველთვის არ ეძლევათ ხოლმე მედიაში ამის საშუალება, გულისხმობ მეინსტრიმულ მედიას, მათ შორის რესურსების ნაკლებობის გამო და ასევე ინტერესის გამოც მოდი ვთქვათ, ესეც ვაღიაროთ. და
პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება პოზიტიური გაშუქება და გაშუქება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალადობის ამბებს ვაშუქებთ. LGBT ადამიანები უნდა ჩანდნენ სხვა დროსაც, იმიტომ რომ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ყველანი ერთ საზოგადოებას წარმოვადგენთ, არ არსებობს ისინი და ჩვენ, ამიტომ მედიასაც მოუწოდებ, რომ უფრო გააქტიურდნენ და თუ ჩვენი დახმარება დაჭირდებათ ჩვენ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად მზად ვართ ამისთვის წყაროებთან მუშაობის მიმართულებითაც, მათ შორის ცხადია არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული რესპონდენტს ესე პირდაპირ დავაკავშირებთ, მაგრამ შეგვიძლია რეკომენდაციები გავცეთ, თუ სანდო მედია იქნება. თუ გვაქვს შედეგები დაახლოებით ამ პერიოდში, ამ მცირე პერიოდში, რამდენ მომხმარებელზე ავიდა აპრილი, თუ გვაქვს რაღაც ეს გარკვეული სტატისტიკა, რა შედეგებზე ხართ ახლა? კი, ძალიან მაღალი არ არის რიცხვები, სადღაც თუ სწორად მახსოვს 5000-მდე იყო, მაგრამ ჯერ ორი კვირაც არ გასულა, რაც ჩავეშვით. და ხო, ამას კი, ხო. ეს ვების მაჩვენებელია მხოლოდ და თვის ბოლოს უკვე ესე გვეცოდინება ზუსტი სტატისტიკა, როგორც სოციალური ქსელების, ასევე ვებგვერდის და იმედი გვაქვს, რომ უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი მონაცემები და უფრო მეტ აუდიტორიას მივწვდებით. ასევე ერთ დეტალს დავაზუსტებ, რომ ჩვენ გვინდა მოვიცვათ ის ადამიანები, რომლებთანაც ყველაზე ნაკლებად აღწევს გადამოწმებული ინფორმაცია. გულისხმობ, თქვათ, ადამიანებს, რომლებმაც არ იციან მათ შორის ის, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის. ანუ მათ შორის თემის წევრებს გვინდა მივმართოთ და უთხრათ, რომ მათ არაფერი სჭირდს. ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები და მათ დავეხმაროთ ამ გზით, ანუ ინფორმაციის მიღებაში, თავდაჯერების გაზრდაში და ასე შემდეგ და იმედი გვაქვს, რომ ეგრეთ წოდებულ ბაბლს გავცდებით, მოკლედ და უფრო ფართო აუდიტორიას მოვიცავთ, ვისაც რეალურად უფრო მეტად ჭირდება ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც ისედაც შეუძლია ინგლისურ ენაზე ვთქვათ გადამოწმებული ინფორმაცია ნახოს თუ ამის სურვილი ექნება. ძალიან დიდი მადლობა, ხატია, სტუმრობისთვის, წარმატებებს უსურვებ აპრილს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელს საჭირო ინფორმაციით მიწვდება ეს მედია და აუცილებლად მოვიკითხავთ ხოლმე თქვენს შედეგებს და საქმიანობას პერიოდულად. Ashley Home Stories სივრცეში ხატია ღოღობერიძეს აპრილის დამფუძნებელს მასპინძლობდი.